გამარჯობა. შევიხედე ინტერნეტ სივრცეში და დავინახე, რომ ყველა ისევ ტყუდება ქართული ოცნების მარტივ ხრიგზე. ამ ხრიგს მე ვეძახი, დააგდე მკვდარი ვირთხა მაგიდაზე და მერე გააგრძელე შენი საქმის კეთება. ეს ნიშნავს, რომ 1000 სისულელეს, 1000 წარმოუდგენელ ბოროტებას, მზაკვრობას იტყვის ქართული ოცნება და შემდეგ ჩვენ მივდევთ მის განხილვას, იმის მაგივრად, რომ მას პასუხი მოვთხოვოთ ისეთ რაღაცაში, რაც ჩვენ გვადარდებს. აი დღესაც დააგდო მკვდარი ვირთხა მაგიდაზე ყაველაშვილმა. მეგობრებო, ვის ნაწერს არჩევთ თქვენ? ადამიანისა, რომელსაც თხადაგიგოს გარჩევა არ შეუძლია? და თქვენ მართლა უკვირდებით იმ აბზაცებს, იმ მძიმე წერტილებს და აქცენტებს, ვითომ ამ ადამიანის წერილის? ეს ხომ სასაცილოა. ჩვენ ოცნებას პასუხი სულ სხვა რამეზე უნდა მოვთხოვოთ ყოველ დღე. გაძვირებულ ცხოვრებაზე, ჯანდაცვაზე, რომელიც არ არსებობს, 200 ადამიანზე, რომელიც წელს შეეწირა ავარიებს, განათლებაზე, რომელიც ბოლომდე დაგვენგრა და რომელიც აბსოლუტურად ტყვილ აკარგვინებს წლებს ჩვენ ბავშვებს და იმ სიღარიბეზე, რომელიც ფესვ გადმულია ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს არის რის გადაფარვასაც ამ მკვდარი ვირთხით მაგიდაზე მორიგჯერ ცდილობს ქართული ოცნება.